ნაშთია რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში პირველად დაფიქსირდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ კონსერვატიულად დაგეგმილმა ბიუჯეტმა გაამართლა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ბოლო თვეების განმავლობაში დაჯარიმებულთა რაოდენობა შემცირდა. შედეგი ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე მეტყველებს რეკორდული ნაშთი და მომავალი წლის ფინანსური გარანტიები. ლელა ციკლაური დეტალებით. ეს თანხა საახალწლოდ რომ ყველას დაფარავს ოჯახი და მე რომ თანხა მოგრჩება იმისთვის რომ მომავალ წელს თავისუფლად იგრძნო. მილიარდ 48 მილიონი ლარის ნაშთი, რაც ოდესმე საქართველოს ქონია. ეს ის თანხაა, რომელზეც მთავრობას წელს ხელი არ უხლია. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე ფინანსური შოკების თავიდანაცილების მიზნით კონსერვატორულად დაგეგმილმა ბიუჯეტმა გაამართლა. წლევანდელი ნაშთი რეკორდულია. ეს მაჩვენებლები წლების განმავლობაში იცვლებოდა. 2004-ში ის ნულის ტოლი იყო -500 მილიონის დავალიანებით. შემდეგ წლებში ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. წელს კი ის ყველაზე მაღალი მილიარდზე მეტია. წელს რეკორდულად მაღალია, პირველად გადაჭარბდა 1 მილიარდს, უკვე 2 კვირა რაც ნაშთი მილიარდზე ზევით არის ასული და წლის ბოლოს ასევე ჩვენ გვექნება ყველაზე უფრო მაღალი ნაშთი, რაც საქართველოს ოდესმე ქონია. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს ფინანსების სიჯანს აღეზე. დიდი რაოდენობის ნაშთი დარჩა, ხელისუფლებამ კი აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულა. ოპოზიციურად განწყობილი ძალები ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი ხაზინა გადამხდელების მიმართ გატარებული ადმინისტრაციული წნეხით შეავსო. ამ ბრალდების წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა მოყავს. ამბობენ, რომ ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. ბოლო 9 თვის განმავლობაში საკონტროლო შესყიდვების დროს დაჯარიმებულთა რაოდენობა რადიკალურად 60%-დან 10%-მდე შემცირდა. თუკი ადრე თქვათ ჩატარებული შემოწმების შედეგად ახლობით 60% შემთხვევაში ხდებოდა ჯაგარკოლ ჯარიმების და სანქციების გამოყენება, დღეს უკვე ეს ციფრი დაახლოებით 10%-მდე არის დასული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტად ხდება გადახდელების მიერ კანონმდებლობის დაცვა და გაცილებით ნაკლებია იმ სანქციების გამოყენება, რომელსაც იყენებს შემოსავლების სამსახური. მიუხედავად მსოფლიოში მოსალოდნელი ფინანსური შოკებისა, საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინანდელ ანგარიში ვარაუდობდა. საგადასახადო შემოსავლების ანალიზიდან ჩანს, რომ თუ წლის ბოლომდე შენარჩუნდება თვეების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში მობილიზების დონე, რაც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტაბილურობაზე, წლიური საპროგნოზო პარამეტრების შეუსრულებლობა, გადასახადების ცალკეული სახეების მიხედვით მოსალოდნელი არ არის. პროგნოზი გამართლდა, ბიუჯეტი შესრულებულია თანაც რეკორდული ნაშთით. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რაც ამ წელს მთავრობამ აიღო, შესრულებულია. ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ეს გაუმჯობესებული საგადასახადო ადმინისტრირების, შემოსავლების გაზრდისა და ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის გატარებული რეფორმების შედეგად მოხდა. 50% არის შემცირებული საგადასახადო დაჯარიმება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და საგადასახადო კულტურის ამაღლებას უკავშირდება. უნებრივია აქ ძალზედ სერიოზული როლი ითამაშა იმ ცვლილებებმა, რომელიც ჩვენ განვახორციელდა იმ რეფორმებმა, რომელიც მოწონებული არის მსოფლიო ბანკის მხრიდან, საერთაშორისო კორპორაციების მხრიდან და რომელზეც მიდის ახლა გადაღება სხვა ქვეყნების მხრიდან, რომ აღნიშნული რეფორმები ჩაატარონ. წლევანდელ ბიუჯეტში დარჩენილი მილიარდ 48 მილიონი ლარის რეკორდული ნაშთი მომავალი 2011 წლის ბიუჯეტის ფინანსური უზრუნველყოფისთვის ერთგვარი გარანტია იქნება.